მეგობრებო, გამარჯობა, ჩემო ძვირფასო, ჩემო ტკბილო ხალხო, ჩემო ლამაზო ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო. მოგესალმებით. ეს არის 5 მარტი. გაზაფხული მოვიდა. იმედია დასავლეთ საქართველოშიც აღარ განმეორდებით თითოეულობა და იქაც ყველაფერი კარგად ჩაივლის, თოვლი დადნება, წყალდიდობა არ იქნება. მე მინდა ორი სიტყვით გითხრათ თავშესაფარის შესახებ. მოგეხსენებათ, ესე იგი თავშესაფარში ბოლო 3 დღის განმავლობაში მივიღე ძალიან ცუდ მდგომარეობაში დაჭრილი ძაღლები, ყმამოტეხილი ძაღლი, ერთი მივიღე სოფელ ჭორვილიდან, აქ რა ხდება, ეს გადამოწეთითო. შეხედეთ, ესე იგი, რასაცობი არის, მაგრამ ეტყობა ჩვენი ქალაქის მერი ფიქრობს თბილისელებს ეტყობა და უნდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი დამშვიდეს, საცობი აწყნარებს. აბა რა არის, ახლა შეიძლება ესე ღამე ამუშავდა, დღე დაასვენეს ხალხი თქო. ნუ საცობები არ იყოს ქალაქში, კაი. მოგდეთ ესე იგი, რა მინდოდა მეთქვა. 3 ძაღლი ყავს ჩვენ. აი ამ ბოლო 3 დღის განმავლობაში მიღებული. 3-ვე აქვს ყბა მოტეხილი. უბრალოდ 2 აქვს ყბა მოტეხილი და 1 ქვედა ყბა საერთოდ არ აქვს. ერთი ყბა მოტეხილი ძაღლი არის. ჩემოკარგებო დუშეთიდან პერსიპარადა და მაგის გამო ესე იგი უმოწყალოდ ცემეს და ყბა მოტეხეს. მეორე ძაღლი არის ჭორვილადან. ხო, არ მოგესმათ ჭორვილაში ესე იგი გერმანული ნაგაზი არის, მაგარი ტიპია ძალიან. ხო და ყბა მოტეხეს აი ამ საწყალ ძაღლს და უმოწყალოდ ცემეს. მერე ტომარაში ჩააგდეს და ტყის პირას დააგდეს იმ თოვში და უბედურებაში, კაცო და ერთმა ძალიან კარგი მაოჯახმა იპოვა სოლთმანმა, ახალგაზრდა სოლთმანმა ეს ძაღლი და მოგეთ მაგათი წყალობით ეს ძაღლი მოხვდა ჩემთან მერე თავშესაფარში და მგონალობ ძალიან მაგარი ტიპია ჭორვილელი გერმანული ნაგაზი. ისეთი მსუნაგია, ესე იგი მაგიდაზე ხდება, მე რეკიდან თავროებზე ხდება. ძალიან ცელქია, მოუსვენარია და ბუნებრივი ეთყობა. ისეთი გამختარია, ძალიან დამშეულია ძაღლი. ეთყობა მიატოვეს სოფელში. ხო და იმის გამო რომ არავინ არ აძლევდა ერთნაჭერ პურს, ძაღლმა გადაწყვიტა თვითონ მოეპოვებია საკვები და ალბათ აქ ათამი მოიპარა, ან კვერცხი პარავდა. მასე იყო მოკლედ რა. და ამის გამო ესე უმოწყალოდ ცემეს ეს უბედური. ნეკნები აქვს რამოდენიმე დაბეჟელი და 2 ნეკნი აქვს მოტეხილი და პლუს ყბა აქვს მოტეხილი ამ საწოდებს ამას. დიდი ჯოქით არის ნაცემი. ეტყობა რომ ცემეს ძაღლმა გონება დაკარგა, ეგონა მკვდარი იყო, ჩადეს ესე იგი, ჩააგდეს ტომარაში წაიყვანეს და იმ თოლში დააგდეს ტყის პირას. ხო და ბიჭო, მე რა მაინტერესებს, მე როგორც ვიცი, ჭორვილა ძლიერი სოფელია. ბატონი ბიძინაც იქიდან არის და ზრუნავს ამ სოფელზე და მოსახლეობაზე და ეს დედააფეთქებული ბიჭო. ერთი ნაჯერი პური როგორ დაგერანათ ჭორვილელებო რომ მიგეცათ აი ამ ძაღლისთვის. ხო და ჩემთან არის მოგეთ ეს ძაღლი რა. და სირცხვილი ჭორვილას. ამ ძაღლს ოპერაცია აჭირდება, ოპერაციის გარეშე შეუხორცებთ აი მძვალს დაუფიქსირეთ ყბა ფიქსატორის საშუალებით. მოგეთ ერთ თვეში შეუხორცებთ ყბას, ქვედა ყბა მოტეხილი. ის მოტეხილი ნეკნის მოურჩება და მერე უნდა გამოგიგზავნოთ ჭორვილაში ისევ ეგ ძაღლი რა, მეკის ღირსი არ ახართ. მეკის ღირსი როგორ არ ახართ? სულ როზგის და შემატყების ღირსი ხართ, ვინც ეს საქმე გააკეთა, ვინც ესე უმოწყალოდ ცემეთ ეს ძაღლი, მაგრამ აბა პატრონი არ აქვს ამ ქვეყანას, თორე სახალხო ხართ გასაროზგები რა. ვინც ესე ძალადობთ აი ღმერთის მიერ ჩვენ მეგობრად შექმნილ ოთხფეხა სულიერ არსებაზე. რა უნდა გელაპარაკოთ. და გუშინ მივიღე კიდე
რიკოთიდან, ზესტაფონი რიკოთის გზაზე გერმანული ნაგაზია ესაც. საოცარია, ძალიან ესე იგი თბილი ძაღლი. აი ესეთ ტკივილს რო უძლებს და რა ტკივილს უძლებს ახლა მე გეტყვით. ამ ძაღლს ესე იგი ვიღაცა ნაძირალა მესოლა თოფი, მსხვილი საფათი აქვს ესე იგი მოხდა. ქვედა ყბა საერთოდ აღარ აქვს. საფათმა ესე იგი ხო ძვალი ისე დაშალა და გაიტანა რომ ქვედა ყბაზე ძვალი აღარ არის დარჩენილი. ეხლა კლინიკა კივიში ყავს მიყვანილი უკეთებთ ოპერაციას, მაგრამ ძვლის გადანერგვა არ ხდება და ვერ რა უნდა გადაუნერგოთ, საერთოდ ძვალი აღარ აქვს, ხო? ამიტომ ქვედა ყბას ესე იგი საერთოდ უსუფთავებთ ის ასოკები რაც არის. ანუ ნამსხვრევები მას მოვაშორებთ, ძვლის ნამსხვრევებს. საფათი რაც იყო ის ამოვიღეთ, დარჩენილი მსხვილი საფათი რაც იყო ის ამოვიღეთ, ენა რამოდენიმე ადგილას ჩახრეტილი აქვს საფათისაგან. ხო და არ ვიცი მე რა ეშველება ამ ძაღლს, არ ვიცი, მოვლეთ მარტო ზედაყბარჩება და ენარჩება, რომელიც გადმოგდებული ექნება სულდა. ბულიონი უნდა ვაჭამოთ შპრიცით, ან თუ მივაჩვიეთ, თუ ვასწავლეთ, რომ ენის საშუალებით როგორმე შეისხას ხახაში გადაიტანოს თხევადი საკვები ბულიონი მაგალითად, ხო? ალბათ აი ესე შესაძლებელი იქნება გააგრძელოს ცხოვრება. მაგრამ ამ ტკივილებს როგორ აიტანს, როგორ შეეგუება, არ ვიცი მოკლედ რა, არ ვიცი. რა გითხრათ. ხო და მე რა მინდა ესე გითხრათ, ბიჭო, ესე რამ გაგაბოროდათ. განსაკუთრებით რეგიონებში ხალხი მაინტერესებს. ღმერთის არ გწამთ, ღმერთის არ გეშინიათ. თუ ჩვენი ჩათალახი მთავრობისაგან იღებთ მაგალითს გამაგებინეთ ერთითო, რომ ძალადობთ ესე ძაღლებზე. მთავრობა ხარჯზე ძალადობთ, თქვენ ძაღლებზე ძალადობთ. ხო და თქვენი მოძალადე დედებს გავთხარე მე რა. მაინც გავბრაზდები ხოლმე, არ მინდა რომ გავბრაზდები, მაინც ბრაზდები, რა უყურებ ამდენ სამართლობას, რომ მოკლედ შენზე რა. აი ქეთი ეხლა შენი დარეკვის დრო იყო, კიდე გამიტრაგე საქმე. თან მაინდამაინც ამ ტელეფონზე რეგავს, დავრეგეთ რა უნდა რა. მერე წუხალ კიდე თო. ვიღაცა კიდე ჩვენმა თანამოქალაქემ გდანში ნაგვის ურნასთან დატოვა დედა კოკერი ორო ლევთან ერთად, თო. ჩემთან არის გადმოვიყვანეთ თავშესაფარშია ჩემთან ეხლა ეს ლეკვები და დედა ერთი ლეკვი დღეს გავაჩუქები. რატო იქცევით ეს დედა აფეთქებული თო? არი? ქეთი რა გინდა ჩამივცეთ მიკროფონი რა. ლაივში ვარ რა გინდა თო? და მაინდამაინც ხო იცი ლაივიდან რომ გავდივარ იმ ტელეფონზე რატო მე რეკავ ხოლმე. დარეკი ამ ნომერზე რა. რა არის რა ხდება? რა არის ეს ნომერი? ნიკორა ვიპოვეთ. მოსკვნია პატრონი თუ არ იპოვეთ თო? რა უნდა ვაფშე? რა უნდა რატო იპარება ხოლმე რა უნდა თო? რა ვიცი თელი ვაჟა მეხმარებოდა მოძებნაში ბიჭო ტურბინა უყენია 5 წუთის წინ ნახე მეუნებოდი ვიდეო არ არის ვაჟადან ნებიეზე ცხოვრობდა იქიდან ნუ სუბიძეზე ამოვედი ზაურის სახთან კითხები სამ კრუგზე თან გარე რა გითხრა არ მინდაო დაბრუნებაო უკანო? ოღონდ დავინახა კი მომეთმას და გიჟივით მეთქი ახლა შენი გამოვშვებდა შენ პატრონს ვაგინე შეითავე რა გამოვშვები გოგო ეგ ძაღლი უნდა იყოს გაშვებული ესე და თუ გაჩერდა იმ ტერიტორიაზე გაჩერდა თუ არა და იმოგზაუროს ესე რა გინდა მოგზაური ძაღლია თო შენ თუ გიყვარს მოგზაურობა მაგას ხო ხედავ არ ევასებ ეგ ადგილი არ ჩერდება რა მოგზაურო მეთან მევასება ეგ ადგილი მარაზივა ოკეთი რაღაცი რა შეგან ხო და ის რა ქვია ეს ლიტველი ხანი დამიკავშირდა იმ კოკრეს სპანიელის დედაშვილის გაყვანა მინდა ლიტვაშიო და თუ გამატანთო გავატანთ ლიტვაში კი ბატონო მაგრამ როგორ გავატანოთ მითხარი აბა მე ხوار ჩავუყვა ლიტვაში საბუთებსო ყველაფერსო მყავსო მაგ ადამიანია რომელიც გამიკეთებსო საბუთებსო და ეყოლებაო სანამ დამოვიყვანო კი ბატონო წაიყვანოს და რამდენ ხანში გააკეთებ საბუთებს რამდენ ხანში წაიყვანს ან ძაღლს ეხლავე წაიყვანს და ისა რა ქვია საბუთებს როგორც კი გაუკეთებ წაიყვანს ანუ ლუდა მყავსო მანდო ჩემი ძალიან ფიქრი მეგობარი არისო და ის მიმიხედავს საბუთებსაცო და ძაღლებსაცო და წაიყვანს ესე იგი ჩვენგან წაიყვანს ამ კოკერს თავის ლეკვთან ერთად ერთი ლეკვი გავაჩუქეთ ხო იცი კაცო ესე ხო და ესე იგი ერთი ლეკვი დარჩა ესე იგი და ესე იგი ამ კოკერს და ლევსო მეო წავიყვანო ლუდასთანო ხო ესე გითხრა ლიტვაში სანამ ლიტვაში წაიყვანს ვიღაცა ლუდასთან წავიყვანო რატომ იშინერებს ხო ესე იყო ხო და ჩემთან ლაპარაკი ხო უნდა ისწავლოთ ერთხელ და სამუდამოდ ბიჭო მერე ვინ ჩემი სირია ლუდა იყავით ნახეთ ჩემი მეგობარიაო
ბიჭო, მაგის მეგობარი გასაგებია, მაგრამ სად ეყოლება ძაღლი? რა პირობებში ეყოლება? თორე მასე კი ეგდო იქ დატოვეს ნაგავსაყრელთან ქუჩაში, თო? სამში ეყოლება, ის ქალი ძველი არის და ხო და გადაამოწმე ეს ლუდა ვინ არის? და მე მაგის მიხედვით გადავწყვეტა ლუდასთან გაუშვათ ეს ზაღლი თუ იყოს იქ სადაც ეხლა ყავს. გაიგე? ხო და ხო იცი რომ სულ მაგას გეუბნები. ჩემგან ხო იცი რომ სულ მოთხოვნა არის რომ მე ზაღს ისე არ გავუშვებ თავშესაფარიდან თუ არა ვარ დარწმუნებული რომ იქ იქნება ნორმალურ ხელში. კი ბატონო, მაგითო დაგირეკეთ უიფასო. ხო გენაცვალე. აი რა კარგი არის. კარგი, ამიტომ ლუდა გადაამოწმე ვინ არის, რა არის, როგორ მიხედავ ზაღს. ასევე შეხედე რამდენი წლის არის იქნება და იქნება და ვერ გავიგე. სოსოიას გადავამოწმებინებ ლუდა. ხო, სოსოიას გადავამოწმე, რა უცოლოა სოსოია, უცოლოა და იქნება და ორი საქმე გავაკეთოთ ერთად. ხო ესეა? აი, ანიკოს დანახმა. ხო ეს? კარგი. ანიკოს დანახმა არის. სოსოიასე. ჩემი ანტო აქ არის. და ლაივ ზოგორჩები ვიდეო გამოგიგზავნე და მოუსმინე გულითა და ჩემი. კარგი, კი ბატონო. მოგდეთ. მე აქ ვარ. ანიკო აქ არის. ქეთიც აქ არის. მოგდეთ. ყველანი აქ ვართ რა. და კარგი, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ტკბილო და ჩემო კარგო ქართველებო, მოგიწოდებთ ყველას რომ ერთმანეთი გიყვარდეთ. თუ ერთმანეთი არ გიყვარება, ჩემო ტკბილებო, მე ვერც ზაღს შეიყვარებთ, ვერც ვერავის შეიყვარებთ, ვინც უნდა გიყვარდეთ, სამშობლოს ვერ შეიყვარებთ და სიყვარულის გარეშე კიდე ადამიანი რა არის, არაფერი არ არის, ხო და თუ სიყვარული არ აქვს, მაშინ ნუ რა ხარ, ადამიანი აღარ ხარ მაშინ. ხო, ცხოველიც კი არ ხარ, იმიტომ ცხოველმაც კი იცის სიყვარული და არ გამოვეგდე საქმე. იმიტომ არის მე რამდენი უბედურება რო ხდება ამ ქვეყანაში. იმისი არ იყოს. ვიღაცა წერდა ესე იგი აიო უკრაინაშიო, უკრაინელებიო, რისთვის იბრძვიანო უკრაინელებიო? რისთვისო? სიცოცხლეზეო ძვირფასიო რა არისო? რასაკლავენო თავსო იმ რუსებსო? მიცენო, დანებდნენო, ჩაბარდნენო. შენი დედა შევეცი მე ბიჭო. ვინც ამას ამბობს და ვინც ესე ფიქრობთ? ესე იგი რა გამოდის, თო? რო ქრისტე რო გაეკრა ჯვარზე და ქრისტემ ესე იგი ხო? რო შეწირა სიცოცხლე. ესე იგი რა, უარი უნდა ეთქვა? უნდა დანებებოდა? უთქვენი დედა მოთხოვ. ის გმირები ესე იგი ვის თავი შეწირეს დაწყებული ჩვენი წინაპრებზე მე სხვა ერთზე არ მაქვს ლაპარაკი აი წინაპრები ჩვენი წინაპრები ვინ სიცოცხლე გაიღეს ვინ სიცოცხლე შეწირეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ჩვენი თავისუფლებისთვის იმისთვის რომ ჩვენ დღეს ქართულად ვლაპარაკობთ იმისთვის რომ დღეს ჩვენ გვაქვს ის რაც გვაქვს ჩვენი მიწა ჩვენი წყალი რაც გვაქვს რაც დაგვრჩა ხო ესე იგი რა ტყვილად შეწირეს სიცოცხლე იმასაც ესე უნდა ეფიქრა, როგორც თქვენ ფიქრობთ, გარკვეული რაოდენობა ჩემი თანამოქალაქეების და ქართველების თქვენი ლაჩალი დედებს გავთხარე მე თქვენი? აი ეს არის ჩემი პასუხი ჩემო ძვირფასებო, რა გიყვარდეთ ერთმანეთი? მე ქოციც მიყვარს და ნაციც მიყვარს და ფიქრობ სულ იმაზე, რომ ესეთები რატო არიან ეს დედაფეთქებულები, რატო აღმერთებთ ერთ კაცს, ვიღაცა ბელადი როყავთ, გვიან ვიღაცა ბელაც რო გამოიკიდებით და აუ ისინი ესე იგი მიშა ესენი ბიძინა რომელი ან ერთია ქრისტე ან მეორეა ქრისტე ბიჭო ამახო გამიტრაგა ვინ არის აუკრიფეთ რა არა აკრიფე ნომერი მეორე არჩი არ გაჩერდა თო 5-9-5 56 მეტრი 41 08 ხო და ერთის და მეორეც ხო ორივე ქართველია ორივე ჩემიანია და ორივეს ესე იგი ველაპარაკები რომ ბიჭო ქვეყანა გიყვარდეთ ერთმანეთი გიყვარდეთ ამ ან ერთის გულისთვის ან მეორეს გულისთვის ნუ დახოცავთ ერთმანეთს ალო ზარი იყო თქვენი გისმენთ გამარჯობა ბატონო თამას გაგიმარჯოს ესეთი შემთხვევა გვაქვს შათუგა დრო 1-2 კი ბატონო გისმენთ ჩემმა ძმამ აჩუქა ერთ შეიზვაკაცნობას ზეკვი რა ადრე და ეს ზეკვი არის კანეკორსოს და ნაგაზის ნაჯვარი. That's my gazar that I was taking that. People are who are 1-2 წინ დაიღუპა და ეს
შემოგვიყვანა წამოიყვანა ისე ამოწერა რა თორე გააგრესიულ და დაბმული არის სულ რაღაცა და საჭირის მიტანებს იმედოს არ იკარებს არავის აჰა გადაგდებისთვის მეწოდება ვერ გადავაგდებ შანსი არ არის და რამე და რა მომხერხდება რა შეიძლება რომ სიყვარული მარტო სიყვარული თუ გადაარჩეს მაგზახ შემოკარგო და თუ სიყვარული არა გაქვთ სიყვარულის გარეშე რა ვიცი ზაღლი კი არა ჩემძმასაც თემძმას მიჩვეული ყავდა და რაზე ფაილის შიგან ვერ არის ხოლმე დაფსდა და ჩვენ მოჩემ კიდე ვერ ეკარებინ არ უშევდა ბიჭო ვინც გიყვარს შემოკარგო ადამიანო ყველას თოკით აბავთ კაცო ანუ ახლა ხობე არა გვაქვს აიგე სახში გაკეთებული კერძო სახლი არის ხო და რო გაუშვა დაიკარგება ან რაღაცა და რომ მიყვარს იმიტომ არ მინდა რომ გადავაგდო რა კარგი მაშინ აბა მე რითი შემიძლია დაგეხმაროთ მითხარი და გეტყვით არ ვიცი რა თქვენთან როგორ ხდება თქვენ ხო თავში ზაბარი გაქვთ რა უნდა რა შეიძლება რომ გავაკეთო ჩემთან მე ვღებულობ ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს რომელიც ავად გახდან მანქანა დაეჯახან ცუდი ადამიანი თოფს ესვისან დაჭრის ვღებულობ ასეთ ზაღლებს ვკურნალობ და გამოჯამთელების მე ისე ვაბრუნებ უკან თავისუფლებაზე ბუნებრივ არეალში რომ პატიმრობაში არ იყოს მე ხო ჯალათი არა ვარ მე ხო ვერ დავაპატიმრებ ძაღლს და ხო ვერ ჩავსვავ გალიაში მაგას ცუდი ადამიანი გააკეთებს და მე არა ვარ ცუდი ადამიანი მე არ მინდა რომ ცუდი ადამიანები ვიყო ამიტომ მე ვეხმარები ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს რომლებიც ავად არიან ან ვიღაცა დაჭრის ვკურნალობ და გამოჯამთელების მე ესე უკან უშვებ მაგრამ როცა ოჯახის ზაღლია თქვა და იმ ოჯახს არ უნდა უბრალოდ არ შეუძლია მკურნალობა როცა ზაღლი ავად გახდება აი ასეთ ოჯახებსაც ვეხმარები მკურნალობაში ზაღლის მაგრამ ესეთ შემთხვევაში ხო მე შემიძლია რითი დაგეხმაროთ თუ თქვენ მასალა გიჭირთ ანუ გაქვთ ტერიტორია და მასალა არა გაქვთო დიდი ვოლიერი გავუკეთოთ შემოღობოთ აი ამით დაგეხმარებით მოგცემთ აი ამ ღობეს და გააკეთეთ შემოუღობეთ კაცო და თოკის გარეშე ყოველგვარი დაბმის გარეშე ყავდეთ ზაღლის შიგნით ძაღს როცა თოკზე დააბავთ ძაღს ჩათვალეთ თუ თქვენი მეგობრობა დამთავრებულია ძაღთან აგრესიული ხდება ხოლმე ზაღლის ფსიქიკა ფუჭდება კაცო როგორ შეიძლება თქვენი ძმაკაცი დაგიბიათ რომ თოკზე ან თქვენმა ძმაკაცმა რომ დაგაბათ თოკზე არა მე რომ გაუშვა ეხლა და დაგლიჯოს იმდენი ბავშვები და ისე დადიან ქუჩაში ბიჭო მე ხა ქუჩაში გამოსაშვები კაცი ვარ ხანდახან ისეთი აგრესიული ხდები შეიძლება ვიღაცას ყელი გამოვჭამო მაგრამ ხო არ მაბავენ მე ხო ეხლა ზაღლი ქუჩაში რატომ უნდა გაუშვა თუ ესე იგი თქვენ მათ მიკედრებული ყავთ ზაღლი შეგიძლიათ ეს ზაღლი გაუშვათ თავისუფლებაზე ზაღლი თუ ფსიქიკა ნორმალური აქვს ისე ადამიანს ტყვილად არ ყბეს გამორიცხულია რომ უკბინოს ზაღლა ფსიქიკა ნორმალური ქონდა კი არ იყო ისე აგრესიული და ესე თქო პატრონის სიკვდილის და გამიცადა ეხლა რაღაცა და ესე მე თუ სწორედ გავიგე მამა გარდაეცვალა ხო ესე იგი ვისაც ვაჩუკეთ ანუ ჩვენს მაგაცის მამას დიახ და ასაკში იყო ეს კაცი დიდა უყვარდა აჭროდა ყველაფერი არ ცემდა არაფერი მაგრამ დაიღუპა ეს ადამიანი და მარტო ცხოვრობდა რა იქ ხوار დავტოვები გამოვიყვან ისევ ჩვენ და ის სახლი სად არის სადაც ეს კაცი ცხოვრობდა გარდასვლილი აი ხო არის ჩემთან ახლოს ცხოვრობს რა ეს 100 მეტრი არა იმ სახლში იმ ეზოში სადაც ზაღლი ცხოვრობდა რამდენი წლის არის ზაღლი ჯერ ასაკი მითხარი ზაღლის დაახლოებით 3 წლამდე ესე იგი 3 წელი ცხოვრობდა ზაღლი იქ იმ კაცთან იმ ეზოში ხო კი და ეხლა იქ ვინ ცხოვრობს იმ სახლში მეთქი მაგას არავინ თავის ბიჭია ეს ჩემი ძმაკაცი ადის ხოლმე როგორ და რა ვიცი კაიდია ხო არა მან რო გაუშვა ხო და მაგას გეუბნები სწორედ ისე მათ მიიყვანეთ სადაც ცხოვრობდა ზაღლი კაცო აი ცხონებული ბებია ჩემი რომ გარდაიცვალა იქ ზაღლი ყავდა ჩვენ სოფელში ხო და 4 წელი იცოცხლა იმ ზაღმა შეუულებრივად იქ ეზოში იყო მარტო იყო ავდიოდით ხოლმე საჭიროს დაუყრიდით ხოლმე კვირაში ერთხელ ავდიოდით ყოფილიყ მარაკს თუ ჩაუყრიდით და ესე გააგზავნა ცხოვრება და ბედნიერად ტერიტორიასაც იცავდა და ზაღლის ბედნიერი იყო რომ ამხელა ნდობა გამოუწყადეთ კაცო და მე მგონი ისევე გარი ყველაზე ხო და იქ თუ შეუძლია რომ აიყვანოს ზაღლი ხო იქ იყოს და კვირაში ერთხელ რომ მივიდეს და ეს მშრალი საკვები რომ დაუყაროს ისეთ ადგილას რომ არ დასველდეს ხო ზაღლი ღორი არ არის ის გამოიზოგავს რამდენი სჭირდება იმდენ შეჭამს და აი ესე ბედნიერად იქნება კაცო კარგი ბატონო დამატებითი მადლობა დაიხარეთ კი ბატონო იცოცხლო დაიხარეთ მადლობა აბა დროებით კარგად ხო და ეხლა მე რამედო და კიდე მეთქვა ჩემო ძვირფასება ვინც ეხლა ჩვენ გვიყურებს ძალიან ბევრი
ძალიან დიდი მოთხოვნა არის რუსეთის მიმართულებით ძაღლების გაყვანაზე. თითქმის ესე იგი დღე არ გავა რომ ხანვინმე რეკავს და მეუბნება ის ჩვენ ესე იგი ძაღლები გვინდა არიან ეგრეთ წოდებული პერევოშიკები, ანუ გადამზიდები, რომლებსაც ყავთ სპეციალური მანქანები, ესე იგი გალიებია გაკეთებული, ეს მინივენია სამართო ტაქსები და ასეთი მანქანებია. და შიგნით ესე იგი შიგნით არის გალიები, ანუ 24 გალია და აი ამ გალიებში ესე იგი შესვავენ ძაღლებს და მიყავთ ვლადიკავკაზის გავლით. 3-4 დღე არიან გზაში. მე და მე 300 მიადექი. რა მოვიდა დედაფი? ამას მიოდექი, მე გადააგოროს და შუა გზაში ვდაგდე შენს. თან დაუტოვია, მაგრამ წასულა რა არის. ნეყავ ბენზინი. მე გამოიცავოს ბაზული. ავესაკნე ახლა. ხო და მოგე რა ხდება იცით, აი ამ ეგრეთ წოდებული პერევოშიკებს აქვს საშინელი პირობები. და ყველას გეუბნებით რა, ვინც ხელს უწყობთ აი ამ ნაწილებს ამათ, რომ ამათ ძაღლი არ გაატანოთ კაცო. ჯერ იქ რუსეთში, ნუ აი ჯანდაბას თქვათ, იქ კარგი პატრონი მოუძებნეს მოსკოვში, ლენინგრადში, დიდ ქალაქებში ამ ძაღლებს, მაგრამ თვითონ ესე იგი ამ პერევოშიკებს ისეთი საშინელი პირობები აქვთ, აი ამ გზავრობის. ძაღლებს რო შეყრიან ამ გალიებში მთელი 4 დღე, სანამ ჩააღწევენ აქედან ესე იგი მოსკოვამდე, ძაღლები მანქანიდან არ გამოყავთ. ერთმანეთს ბოდიში და აჯვავენ და აფსავენ ძაღლებს. წარმოედგინეთ, 3 იარუსი არის პირველი, მეორე, მესამე და მე-4 იარუსი კიდე. 4 იარუსად არის ეს გალიები და ზედა იარუსიდან რომ მოშარდავს ძაღლი, ხო? პირდაპირ ეს ჩადის ქვევი და საშინელი ანტისანიტარი ფეკალიები, უბედურება. პლუს 4 დღე ძაღლი რო გზაში არის, არ გადმოყავთ მანქანიდან, რომ ცოტა გაიაროს. ფეხი გაშალოს. და მგონი საჭმელსაც კი არ აჭმევენ. 4 დღე მშივრები არიან ძაღლები და ძაღლები ეხოცებათ. ვინ ჩაახცევს ძაღლი ხო კარგი და გადარჩება, მაგრამ ძაღლები ეხოცებათ ამ მანქანაში, ამიტომ აი ახლა აი კოკერზე რო დამერეკეს, გუში რო წამოიყვათ გდანის ნაგავსაყრელიდან ეს კოკერი, ამაზეც ქეთიმ დამერეკა ახლა პრიბალტიკაში ვინათო, მაგრამ აი ეს პერევოშიკებს მანქანით ვიყავთ მოსკოვამდე და მე მოსკოვიდან გადაყავთ უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებში რა. ხო და საშინელი სტრესი და საშინელი პირობებით, ესე იგი, უწევთ ძაღლებს აი ეს 4 დღე მგზავრობა. ამის გაკეთება არ შეიძლება რა. რუსეთში თავიანთ უბედურ ძაღლებს მიხედავთ. მართალი ძაღლებით კი. სახაზე ეხაც კლავს და ხო, ნუ მეც ეგ ინფორმაცია მაქვს რუსეთში, განსაკუთრებით რუსეთის რეგიონებში იმაზე უარესი მდგომარეობა ვიდრე ჩვენთან. ხო და ამიტომ ფრთხილად იყავით და არ გაატანოთ მე ყველას ვაფრთხილებ ამის შესახებ. იმიტომ მე ერთხელ შემაცდინეს თავიდან სანამ გავერკვეოდი და სანამ ჩავიხედავდი ამ ამბავში. მომატყვილეს როგორ მითხრეს, რომ კიო კაცო რასაპარაკობო გზაშიო ვაჩერებთო ყოველ დღეო, ხო, აი თქვა 4 დღე გზაში ვართო, ვაჩერებთო გზაშიო მანქანას და გადმოყავსო ძაღლებიო. ვასენებთო ტუალეტს აკეთებენო და მე ესებ შევყავსო. და ამაზე ვიდეოებსო ვიღებთო თან და ვიდეოებსო WhatsApp-ში ჩაგიყრითო. და მე დავუჯერე, ბიჭო, გავატანე ესე იგი 6 ძაღლი წაიყვანე ჩემი თავისაფრიდან და 3 გზაში მოკლეს. და დედა მოთხოვნულებდა ამათ რა. და ამიტომ ყველას ვისაც შეხება გექნება, ვისაც ესე იგი ყავთ მიკადრებული ძაღლები და გამოჩნდა ვიღაცა მსურველი და აი ეს ვარიანტი შემოგთავაზათ, არ გაატანოთ ძაღლები აი ამ ეგრეთ წოდებულ პერევოშიკებს რუსეთის მიმართულებით რა. ნუ საშინელი კიდევ ვიმეორებ, საშინელი პირობები არის ტრანსპორტირების და ძაღლების ნახევარი დებიან, ვერ უძლებენ აი ამ საშინელ პირობებს და სტრესს. აი რაღაც ისინია კითხვები და ნახე რა გენაცვლია რა. აბა ჩამოყავით და შენაირებს რუსები მონაცემთა ბაზებში აიყვანენ, ანუ რუსოფობებს სიძულვილის ენა არ შეგრჩება. ზუსტად ამ ზიზღისთვის და უკრაინის ანტირუსეთად გადაქცევის გამო შეიჭრა რუსეთი უკრაინაშიო. აი რუსების დედასაც შემეცი ბიჭო, მომისმინე? და გინდა ბაზაში შემიყვანე, გინდა მე შემიყვანე. მაგათ მოუტყამე დედის რაგი, მე რუსებს კი არ ვაგინებ, თო. რუსებში კარგებიც არიან. მე პუტინის და პუტინისტებს ვაგინებ, თო. რუსეთი მარტო უკრაინაში კი არ შეიჭრა, შეგამდონო შენ, ვიცი ხან წერ მაგას. რუსები საქართველოში შემოიჭრნენ და ტერიტორიები წაგვართვეს.
რუსეთს იცი ამხელა ტერიტორია მოდი ჩამიტეთი რა მომისმინე ერთი ვაჟკაც გამომირთიეთი აგეთ ერთ კარგად მომისმინე შეგანდონო შე რა ვინც ახლა ეს მომწერეთ თო რუსებს იცი ამხელა ტერიტორია აქვს ბიჭო სოფლიოში პირველია ტერიტორიით უზარმაზარი ტერიტორია აი ახლა უზარმაზარ ტერიტორიაზე კიდე გიმეორებ ნომერ პირველი ქვეყანა ტერიტორიის სიდიდის მიხედვით სოფლიოში და აი ამ ტერიტორიაზე 140 მილიონი ცხოვრობს და 140 მილიონი და სადღაც გაწელი გამოწელი ერთი 80 მილიონი იქნება მარტო რუსი დანარჩენი ჩეჩნები ინგუშები და ასე შემდეგ სხვადასხვა ეროვნების თათრები და ასე შემდეგ ცხოვრობენ და აი ამ 80 მილიონი ნაბოძვარო რუს აი აქედან სადღაც ერთი 85% ხო პუტინის აი ამ პოლიტიკას უჭერს მხარს არასვენებს გამჩენი რუს არასვენებს მიუხედავად იმისა ამხელა ტერიტორია აქვს ხო ჩვენს კი წაგვართვა ქართველებს ტერიტორია რა სირათ უნდა და თავის ტერიტორიების ვერ მოუვლია ნამყოფი ხარ შენ რუსეთში ნაცხოვრები ვარ და ვიცი მთელი რუსეთი მაქვს შემოვლილი და რა ხდება რუსეთში იცი აი ამ წიაღისეულით უმდიდრეს ქვეყანას სოფლიოში არა მარტო დიდი ტერიტორიები აქვს არამედ ყველაზე მდიდარი რესურსი აქვს ბუნებრივი აი ამ სიმდიდრის პატრონ ქვეყანას ხო რეგიონებში გაზიც კი არ აქვს და ხალხს ჩეჩმები აქვს სახში კი არ აქვს თულად თქვენი დედებს შევეცი გარი აქვს აი ამ სიცივეში ყინვაში გარეთ გამოდიან ეზოში სოფლებში და რეგიონებში ჩაქვი და რა ხდება თო ესეთი გამათხოვრებული ხალხი ესეთი გათახსირებული პედოფილები ლოთები ნაბოძრები ნარკომანები სოფლიოში პირველები არიან აი ამით აი ეს აი ამ უმდიდრეს სახელმწიფოს მხოლოდ სამი ქალაქი აქვს სადაც მეწნაკლებად ნუ ხალხი ცხოვრობს დანარჩენი არის აი ესე გაბომჟებული და მე ესე იგი რა რუსტაში დაუკრა ნაბოძვაროყოფა შეში ხوار აგაკე განდონებული რა მეორე ყმამოტეხილი ზაღლი როგორ არის მეორე ყმამოტეხილი ზაღლი კარგად არის დაფიქსირებული გახდა და მალე სადღაც ერთ თვეში უკვე შეძლებს ქვედაყმის გამოყენებას ხმარებას დუშელი ზაღლის კარგად არის იმასაც უხოცდება ეს მოტეხილი ყმა მაგრამ აი ამას რიკოთიდან ჩამოყვანილ ძაღლს ყმა საერთოდ არ აქვს და ქვედაყმა არ აქვს საერთოდ იმას რა ეშველება არ ვიცი რა ნახოთ ახლა 8 საათზე გამოვიყვან დავტოვეთ საოპერაციოდ კლინიკა კივიში არის ეს უცხოელი სპეციალისტები არიან და ნახოთ რა იქნება რა ხო და ბიჭო შენ კიდე ვიღაცა შეგანდონა იმ მაგაზოფიო შენ შალვა რამიშვილში ხوار გეშლები იმ განდონ ნაბოძვარში რუსებს თო ტრაქში უძრება და პუტინს მინეს რო უკეთებს თო იმაში ხوار გეშლები შენ რუსების დედას შევეცი მე და ყველა პუტინისტის დედა მოვტყარ გამორიცხულია უკრაინა რო დათანხმდეს ახლა ეს ჩემი აზრია პირადად რო დათანხმდეს აი პირობებს და ისეთ მშვიდობას რასაც ეს ნაბოძვარი პუტინის აგენტი ტრამპი თავაზობს თო იმიტომ რომ მშვიდობა ესე არ მყარდება მშვიდობა იცი როდის მყარდება როცა მტერს გაანადგურებ და დაამარცხებ აი მაშინ არის მშვიდობა როცა კაპიტულაციას გამოაცხადეს მტერი და ხელებს აწევს ეგ ერთი და მეორე კიდე ხო ყველაფერს რამდენი რამე მინდა გითხრა რა შეგანდონა შეგა აი ესეთი რამ შეგაყვარეს ნაბოძვარი რუსი და ეს ნაბოძვარი პუტინი თო ეს ოკუპანტი რამ შეგაყვარა ეს მაინდამაინც უნდა შემობიძოთ აქ და მაინდამაინც ესეთი კითხვები უნდა დამისვა და უნდა გამაგიჟოთ რა მე საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები მაქვს და ვიცი რა უბედურება იყო თო აი ამ ხელა ქვეყანა რომელსაც უფროსი ძმა ყავდა რუსი და გიმნი თუ გახსოვს შენ აი ვინც ახლა ეს გამომიგზავნეს რაღაცა პროვოკაციული შეკითხვა საბჭოთა კავშირის გიმნი თუ გახსოვს იცი გახსოვს თუ შეგახსენო საიუზ სოვიეტსკიხ სვაბოდნიხ რესპუბლიკო რა ნუ თავისუფალი რესპუბლიკების კავშირიო სპლაწილა ნავეკი ველიკაე რუს ახლა ვიხსენებ ამ თითებს რა ნუ შეადუღაო საუკუნეების მანძილზე უნდა იყოსო ესო გაიგე აი ეს საბჭოთა კავშირო და ესო შეადუღაო დიდმა რუსმაო გაიგე ბიჭო დიდმა რუსმაო
და ასე შემდეგ. სულ რუსების ესე იგი ის რომ მიდის რა ქებადიდება და რა გააკეთა აი საბჭოთა კავშირმა. გერმანიას მოუგო ომი მეორე მსოფლიო ომის დროს. გერმანია დაამარცხა, მიწასთან გაასწორეს გერმანია ბიჭო და შეადარა ახლა გერმანიის ცხოვრება. გერმანიაში როგორ ცხოვრობს ხალხი და გერმანიის ცხოვრება, გერმანიის ეკონომიკა, ეს ისრაელი აიღებს. არ მინდა ახლა გადავდიო რა მანქანიდან, მოგიტყან გამზდელი რა. და ამერიკა პირად ჩიდე იქ მელაპარაკე, შენი დედა შევეცი, შენი და იქ დაგაჯობ თავზე კიდე. ახლა კარგად იყავით.